გამოშვებას. მოკლედ ისე კი პატარა სტატისტიკას მოვიყვან ახლა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციაზე დაყრდნობით მინდა გავაჟღერო. ესე იგი საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში 4949 კონცენტრაცია არის დაფიქსირებული. დღეს ვისაუბრებთ ზოგადად მომხმარებელთა უფლებების ნაწილზე და კონკურენციის სააგენტოს ძირითად კომპონენტებზე. მინდა მივესალმო ბატონ ირაკლი ლექვინაძეს, რომელიც ზუსტად ახალი რებრენდირებული სახელით და რეგალით მინდა წარმოადგინოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე გახლავთ. ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა აუცილებელი კომპონენტია, მოდით ასე ვთქვათ, რაზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ირაკლი, ძალიან მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მე ამ შემთხვევაში პატარა სტატისტიკური ამონარიდი გავაკეთე, რომელიც თქვენს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია არის ააგენტოს მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ცალკეული მიმართულებებით და აქედან გამომდინარე, მოკლედ ყოველთვის ვაჟღერებთ იმ სტატისტიკურ კომპონენტებს, რაც თქვენი ეგიდით ხორციელდება. ჩვენ დღევანდელი საუბარი მეტწილად შეეხება 2024 წლის რეზიუმირებას, როგორი იყო კონკურენციის სააგენტოსთვის განვლილი წელი და რა ძირითადი მიმართულებები, მიგნებები და მათ შორის მოკვლევები ჩატარდა ბაზარზე სხვადასხვა ტიპის მიმართულებებით გისმენთ Სანამ დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს მივესალმები. თქვენ ახსენეთ ბიზნეს გაერთიანებები, ეგრეთ წოდებული კონცენტრაციების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს გამოვაქვეყნეთ და ეს მეოთხე კვარტალს მოიცავს, მაგრამ თუ შედეგებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია თანამდებულად მივყვეთ კონკურენციით, მერე მომხმარებელთა უფლებები და შეგვიძლია ესე ვთქვათ დემპინგის მიმართულებით წარმოებულ ჩვენ საქმიანობასაც გავუსვათ ხაზს. პირველი დავიწყოთ კონკურენციის მიმართულება 2024 თქვენ ახსენეთ უკვე კონცენტრაციები და ამ ხრივ იყო გამორჩეული კონკურენციის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მუშაობაში, რადგანაც ჯამში ჩვენ 50000-მდე საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს გაერთიანება ან კონცენტრაცია გადავამოწმეთ, ამას ჩვენ უყურებთ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების საფუძველზე და მისი მიზანია, რომ თუ ჩვენთან შეტყობინების გარეშე ხორციელდება ერთი ბიზნესის მხრიდან მეორე ბიზნესის ან ბიზნესების ყიდვა და ის სავალდებულოა იმ შემთხვევაში თუ ორივეს ბრუნვა 20 მილიონზე მეტია და თითოეულს არანაკლების 5 მილიონი ლარი, ასეთ შემთხვევაში აღმოვაჩინოთ ესეთი ტიპის შეუტყობინებულობა. თუმცა ამის გარეშეც ჩვენთან ბიზნესი მაიცის ამ რეგულაციის შესახებ შემოდის საკუთარი განაცხადებით და 2024 წელი დაახლოებით 18 კონცენტრაციის დადასტურება განვახორციელეთ ამ მთლიანობაში, ესე ნიშნავს იმას, რომ აი 18 შემთხვევაში ჩვენ მივეცით თანხმობა სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებს და მათ შორის რამდენიმე უცხოურ ინვესტორსაც, ამაზეც დეტალურად ვისაუბრებ, განახორციელებინათ შეზღუდვის ოპერაცია საქართველოში და ამის მიზანი არის, რომ შეფასებული იქნას გაერთიანების შედეგად ბაზარზე მათი შემდგომი წილი ხوار როგორ გავლენას ახდენს კონკურენტულ გარემოს. ყველაზე ამ 18 კონცენტრაციაში ყველაზე მეტი წილი უჭირავს რიტეილს და FMCG მიმართულებას და უნდა აღნიშნო, რომ ეს სფერო ძალიან დინამიური იყო 2024-ში და ყველაზე მეტი ინვესტირება და ყიდვა გაყიდვის ოპერაცია მიმართულებით განხორციელდა. ჩვენ ნახეთ რამდენიმე რიტეილ ქსელის გამსხვილება და საბოლოოდ ჩვენ შეფასებით ჯერჯერობით აქ 10 მსხვილი კომპანიის წილს თუ ავიღებთ მთლიან ბაზართან მიმართებაში ის სადღაც 40-50%-ის ფარგლებშია და რაიმე დომინანტობასთან ახლოს არ ვართ, ამიტომ თუმცა ხდება საქმე. თქვენ ზედაზენის და სხვა კომპანიების ეს კონსოლიდაციას ჩვენ გულისხმობ დეილ ჯგუფის გამსხვილებას, რომელმაც რამდენიმე ასე ვთქვათ მსხვილი რიტეილ ქსელი იყიდა, თუმცა ჩვენ შეფასებით და ჩვენ ბაზარზე ჩვენი შეფასებით ბაზრის მოცულობა რაც არის დაახლოებით მაქსიმუმ 18-17%-იანი წილია გამსხვილების შედეგად ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი, დანარჩენები 11 მეორე და მესამე კომპანია სადღაც არის 11-12%-ის ფარგლებში და ნუ ამ თანმიმდევრობით 10 მსხვილი ქსელის მთელი სურათი რო ავიღოთ. მეორე პოზიცია ქონდა სამშენებლო და სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებას, იყო ასევე წარმოების სექტორი, თქვენ ახსენეთ და ლუდის წარმოების სექტორში მეოთხე კვარტალში იყო საკმაოდ საინტერესო ინვესტიცია, ევროკავშირში ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდის წარმოებელი სვინგელ ჯგუფი შემოვიდა საქართველოში, რომელიც მანამდეც ფლობდა საქართველოში აქტივებს, მაგრამ მან ერთ-ერთი მსხვილი ქართული კომპანია შეიძინა და ეს დაახლოებით მათ მიერ გაცხადებული ინვესტიციების მოცულობა 70-დან 100 მილიონ დოლარამდე იქნება ფარგლებში და ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ევროკავშირიდან ბოლო წლების
განმავლობაში და წარმოების სექტორიც იყო მოკლედ აქტუალური, ამის გარდა კიდე იყო რამდენიმე აქტიური მიმართულება. ეს რაც შეეხება კონცენტრაციების თემას, ამიტომ წელსაც ველოდებით ჩვენ რომ აქ უკვე დაახლოებით საქმის წარმოება არის 5 მიმართულებით და 2000 თქვენ ციფრი რაც ხო მე-4 კვარტალში რაც ჩვენ დავინახეთ 5 შეუწყობინებლობის შესახებ გვაქვს საქმის წარმოება და ალბათ არანაკლები იქნება ამ კუთხით 2025 წელიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცესი, დინამიური პროცესი მიდის ქართულ ბაზარზე, რაც აჩვენებს ინტერესს ქართულ საინვესტიციო გარემოს მიმართ და ალბათ ამ კუთხით ჩვენ საკუთარ დატვირთულები ვიქნებით 2025-იც. ამ ჩვენ 18-დან დაახლოებით 9 იყო შეუტყობინებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შემსწავლელი კომპანიები დავაჯარიმეთ და დავავალდებულეთ, რომ თავიდან შემოტანათ განაცხადი და ეს საქმის წარმოება ამ კუთხით წარმოება. ბატონო ირაკლი, ეხლა მე მაინტერესებს ეს კონცენტრაციებს რაც შეეხება. კონცენტრაციებს რაც შეეხება. ძალიან საინტერესო პასაჟი და აქცენტი არის. ნუ ჩვენ კიდე დაუბრუნდებით კონცენტრაციების ნაწილს, მაგრამ ეხლა უკვე ყველაზე გახმაურებული საქმეების ნაწილზეც მინდა გკითხოთ, რომელიც იყო რეალურად 2024-შიც. ბევრი თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო საბოლოო ჯამში და ერთ-ერთი მთავარი ყველაზე რეზონანსული საკითხი, რომელზეც მინდა ისევ და ისევ კონცენტრირდეთ, ეს არის ნავთობპროდუქტების ბაზარი. საბოლოო ჯამში და მე უკვე გავყვეთ სხვადასხვა მიმართულებით. იქ ფარმაციაზეც მინდა აუცილებლად გკითხოთ, იმიტომ რომ ფარმაცია ყოველთვის თამაშგარებ მდგომარეობაში დაგვშა ხოლმე, რამდენჯერაც გქონდა ჩვენ სატელევიზიო დისკუსიები. აქედან გამომდინარე, მოდით დავიწყოთ ნავთობპროდუქტების ბაზრით რეალურად და რა სურათი გვაქვს დღეს ამ შემთხვევაში, აი როგორ ჩაიხურა ამ შემთხვევაში გასული წლის პარიტეტი თქვენსა და ერთ-ერთ უმსხვილეს სექტორს შორის. ჩვენ ამ დროისთვის ნავთობ პროდუქტებს რაც შეეხება, იგივე თუნდაც რამდენიმე სხვა მიმართულებებსაც ამაზეც მოვყვები, გვაქვს ბაზრის მონიტორინგი, თქვენ გახსოვთ 2023 წელს ჩვენ გადაწყვეტილება, როდესაც მოკლევის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის დაჯარიმების შესახებ და თემა ეხებოდა კოორდინირებულ ფასებს, ამის შემდგომ მონიტორინგი გაგრძელდა 2024-ში ჩვენ მთელი წლის სურათი უახლოეს დღეებში გვექნება და იქ დავინახავთ მთლიან პროცესს, თუმცა სამ კვარტალსაც რო შევხედოთ, მთლიანობაში ბაზარზე იყო კონკურენტული ვითარება და არსებული ფასები იყო განსხვავებული და მიყვებოდა იმ ტრენდს, რაც იყო სოფლიო ბაზარზე, ძირითადად პლაცის ფასი, ადგილობრივი ვალუტის კურსი, ეს ორი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენთან ფასის ფორმირებას. ამიტომ როგორც მსხვილ ქსელებს შორის, ასევე მთლიან მსხვილ ქსელურმა ბრენდებსა და მცირე ავტოგასამართ სადგურებებს შორის, სადაც პროპორცია დაახლოებით 60-65-40-35-ის ფარგლებშია, მნიშვნელოვანი ფასთა შორის კონკურენცია იყო და კომპანიები მიმართავენ ბევრ აქტიურ მარკეტინგულ ხერხებს იმისთვის, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ერთმანეთს. ამიტომ მთლიანობაში ფასნამატები და ამ ფასების დინამიკა 2024-ის 3 კვარტალიზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, პრაქტიკულად იყო საბაზრო ფაქტორებით განპირობებული და რაიმე არასაბაზრო ფაქტორის გავლენა ჩვენ აქ რეალურად არ დაგვინახავს. მონიტორინგი გრძელდება და ალბათ 2025-ში ერთ-ერთი მთავარი და აქტიური თემა იქნება. რაც შეეხება სხვა ბაზრის მონიტორინგებს, 2024-ში ჩვენ გვქონდა FMCG და რიტეილის ბაზრის მონიტორინგი. ჩვენ აქ გვაინტერესებს შემდეგი, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ჩვენ არ გვყავს დომინანტი კომპანია, მოგხსენებათ, რომ 40%-ზე მეტი უნდა ეჭიროს შესაბამის ბაზარზე, რომ იყოს დომინანტი, ან არც ჯგუფური დომინირების საკითხი გვაქვს, მაინც არის მუდმივი დისკუსია, ეს თქვენ ეთერშიც არაერთხელ ყოფილა, როცა რიტეილის და იმპორტიორებს შორის არის დისკუსია იგივე პირობებთან დაკავშირებით, შესვლის სირთულეებთან დაკავშირებით და გარკვეული ძალაუფლების საკითხის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამ ეტაპზე ხა მიმდინარეობს განახლება მთელი წლის სურათით და ჩვენ გვინდა რომ დინამიკაში დავინახოთ შესვლის სიმძიმე და ხარჯები რამდენად მზარდია ბოლო 3 წლიან პერიოდში და ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ვამბობთ რომ აქ რაიმე დომინანტობა არ არის და შეუძლებელი ამ ეტაპზე ვისაუბროთ რაიმე ანტიკონკურენტულ ქმედებაზე და მათ შორის შეთანხმებაზე, იმიტომ რომ სჭირდება დადასტურება და რაიმე მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან ჯერჯერობით არ არის, მაინც ვამბობთ რომ გარკვეული ძალაუფლების ცენტრი აქვს რიტეილს, იმიტომ რომ მათ აქვს საავჭრო პლატფორმები და იმპორტიორები მათზე არიან დამოკიდებულები და მათი წილი დინამიურად მზარდია მთლიანობაში. ამიტომ მონიტორინგი ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვიცოდეთ ბაზარზე არსებული განვითარების ტენდენციები და თუ ის ზღვარი მივა დომინანტობასთან ახლოს, ამ შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციებით გამოვიდეთ.
ორი მონიტორინგი დავხურეთ წელს, სადაც დავინახეთ, რომ ბაზარი კონკურენტულია და არ იყო გაგრძელების მიზანშეწონილობა, ეს იყო აგრარული მიმართულებით თხილის ბაზარი და იყო ლურჯი მოცვის ბაზარი, სადაც თავის დროზე ჩვენ ადგილობრივმა ფერმერებმა მოგმართეს, რომ ექსპორტის დროს შესაძლოა ადგილი ქონოდა ფასების გარიგებას, ანუ სეზონის პიკზე ფიქსირდებოდა დაბალი ფასები და ხო არ იყო ეს ექსპორტიორების მხრიდან ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენების შედეგი. თუმცა როგორც თხილის, ასევე ლურჯი მოცვის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ ბაზარი არის დაბალკონცენტრირებული. დაახლოებით ორივე შემთხვევაში 50-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანია გვყავს და 5 მსხვილი კომპანიის წილი არ არის ისეთი, რომელიც რამე დომინანტურ მდგომარეობასთან ახლოს არის, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ბაზარი დინამიურად ვითარდება და ბაზარი ყოველწლიურად საკმაოდ ორნიშნა პროცენტით იზრდება, ამ ეტაპზე იქ რაიმე ანტიკონკურენტული მთლიანობაში არ არის და ეს საჯაროა ეს ჩვენი გაწყვეტილებები, უბრალოდ მონიტორინგები და დევს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეიძლება. კი ბატონო, ხო, ეს ძალიან საინტერესო არის, ძალიან საინტერესო. ძლდება და ეს არის მონიტორინგებში. რაც შეეხება მოკვლევებს, ჩვენ ორი მოკვლევა დავხურეთ 2024-ში, ერთი ეხებოდა არაკეთილსინდისფერი კონკურენციის ფაქტს, სადაც საკვების ოდლის ბაზარზე იქნა ორი კომპანიის დავა განხილული საოჭრო ნიშნის არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. დამღვრელი კომპანია დაჯარიმდა დაახლოებით 15,000 ლარით და საქმე სასამართლოშია. მეორე თემა ეხებოდა საოჭრო პლატფორმებზე არსებული ვითარების განხილვას შესაძლო შეთანხმებულ ქმედებაზე. აქ ჩვენ არ მოხდა დადასტურება ანტიკონკურენტული ქმედების, თუმცა რეკომენდაცია გავეცოთ თუ რა პირობებით უნდა უზრუნველყონ საოჭრო პლატფორმებმა შეთავაზება სხვადასხვა მხარეებისთვის, რომ არ იყოს შაკეტილი ბაზარი და პირობითად მაგალითად რომელიღაც საოჭრო პლატფორმაზე თუ ერთი სასტუმროსთვის არის პირობები ონლაინ რეკლამასთან დაკავშირებით, დაახლოებით იგივე პირობები უნდა იყოს სხვა დანარჩენთან დაკავშირებით და არ უნდა იყოს რაღაცა დისკრიმინაციული. ანუ ირაკლი, აი ძალიან საინტერესო ისტორია მოყევით ახლა საბოლოო ჯამში, მაგრამ აი ანტიდემპინგის ნაწილზე მინდა რომ აი კონცენტრირდეთ ამ შემთხვევაში კიდე და კიდე უფრო. ჯამში აი რა სურათი გვაქვს დღესდღეობით? ანტიდემპინგის შესახებ ზოგადად ხო? და დემპინგის პრობლემის შესახებ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა ეთერებში და სხვადასხვა ფორმატებში. საკითხი ძალიან აქტიურია განსაკუთრებით მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის. საბოლოო ჯამში ნუ სექტორებს აღარ შევეხები ახლა და ასე შემდეგ. თუმცა ეს პრობლემატურია მათ შორის მსხვილი ბიზნესებისთვის. აი საკანონმდებლო ბაზისი როგორი გვაქვს? ჯერ დღეს ამით დავიწყოთ, ჯერ საუბარი და აი მერე უკვე დავიწყოთ აი იმ პრეფერენციებით, რასაც უკვე სააგენტო ავითარებს. მოკლედ ანტიდემპინგურ ქმედებებთან დაკავშირებით ეს არის ცალკე კანონმდებლობა, რომლის აღსრულების ფუნქციაც ჩვენ სამი ძირითად კანონს აღვასრულებთ. დიახ. მთლიან 4 უბრალოდ ერთი არის კონკურენციის შესახებ, მეორე არის მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ და ელექტრონული კომერციის შესახებ, რომელიც მოხმარებელთა უფლებების შემადგენელი ნაწილია. თუ მიუბრუნდებით ახლა ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, ეს მისი მიზანი არის, რომ ადგილობრივი ინდუსტრიების დაცვა დემპინგური იმპორტისგან, იქ სადაც ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოება და ესეთი რამდენიმე თეორიული მსხვილი სექტორია ჩვენთან. მათ შორის სამშენებლო მასალების, სოფლის მეურნეობა არაერთი, კი? სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის თუ ესე შემდეგ და ჩვენ შარშან მქონდა და შარშან წინ ორი кейსი, რომელიც დაიხურა წარმატებით იმ კუთხით, რომ შესწავლა შეწყდა გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტიორებმა ჩვენს მიერ დაწყებული შესწავლის შემდეგ უზრუნველყვეს ბაზარზე სამართლიანი პირობების აღდგენა და ადგილობრივ ინდუსტრიას ის პრეტენზია რაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამოიწურა ეგ საკითხი და მათი მიერ მოწერილი წერილი საფუძველზე რომ ბაზარზე აღდგა სამართლიანი კონკურენციის პირობები ჩვენ საკმარის საფუძველი იყო რომ ემა დაგვეხურა ეს ეხებოდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებულ სიგარეტს, რომელიც დემპინგური ზღვარის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა ჰქონდა. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მიმდინარე შესწავლა არმატურის იმპორტთან დაკავშირებით, ეს არის ორი ქვეყანა, რუსეთი და ირანი. ადგილობრივი ინდუსტრიის წილი ბოლო წლებში მცირდება, როგორც ღირებულებით ნაწილში, ისე წარმოების ნაწილში, მოხმარება გაზრდილია და მოხმარების გაზრდა ძირითადად ხდება ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებული. ანუ აი ეს ორი საქმე იყო მარტო, ხო, გასულ წელს? გასულ წელს იყო
2023-ში დასრულდა ორი საქმე, 2022-ში და 2023-ში, ეხლა გვაქვს ერთი მიმდინარე. თუმცა აქ ჩვენ რამე გაწყვეტილება ან რეკომენდაცია ჯერჯერობით მთავრობისთვის არ მიგვიცია, ეს მიმდინარე შესწავლა და პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ძალიან აქტიურად მუშაობთ ადგილობრივ ინდუსტრიებთან და იმპორტიორებთან და რა გარკვეული სურათი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით აქ რაიმე რეკომენდაციამდე არ მივსვლათ მთლიანობაში. ასევე აქ დემპინგის ნაწილს რო ამოვწუროთ, ჩვენ ეხლა ვაკეთებთ ძალიან კომპლექსურ კვლევას, რომელიც ეხება კრიტიკული ინდუსტრიების გამოყოფას, სადაც ბოლო წლებში იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხომ არა ეს იმპორტის ზრდა ხო არის დაკავშირებული პირობითად დემპინგურ ზღვრებთან და ხო არა გავლენა ადგილობრივ ინდუსტრიაზე. მიზანი არის რომ ეს გამოვლინდეს. ახლა 10-მდე ეგეთი ინდუსტრია გვაქვს იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩემს მიერ ჩამოთვლილი ინდუსტრიების ჩათვლით და მოკლედ ეს სამშობლოდ 2025-ში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. ბატონო ირაკლი, მე მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოს უკვე კითხოთ აი მომხმარებელთა უფლებების კომპონენტზე განყენებულად. რომელიც ერთგვარად არის კულტურის ნაწილიც, ხო? ანუ რეალურად ბიზნეს და სამეწარმეო კულტურის ნაწილი, რომ ჯამში მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს და მეორე ამ შემთხვევაში პროვაიდერმა ბიზნეს სერვისების საკუთარი საქმიანობა ამ შემთხვევაში ყველანაირი სტანდარტის დაცვით ახორციელოს. რამდენად ისწავლა? მოდი აი ცოტა ისეთი უტრირებული კითხვა შეიძლება გამომდის, მაგრამ რამდენად ისწავლა საზოგადოებამ საკუთარ უფლებებზე პედალირება? ანუ რამდენად ისწავლა მომართვა? რამდენად ლეგიტიმური არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, მე პირადად მახსოვს, რომ ბიზნესში ყოველთვის აი როდესაც აი მომხმარებელთა უფლებრივი საკითხის ფორსირება დაიწყო, გაშდა გარკვეული, ესე ვთქვათ, ფობიებიც. რომ ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება ეს კიდე დამატებითი სადამსჯელო ბერკეტი, პირობითად სახელმწიფოს ხელში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში მედლის მეორე მხარეს რო შევხედოთ, ანუ ეს ხარისხისთვის და იმ უფლებრივი კომპონენტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ელემენტარულად როგორც მომხმარებელმა ვიცოდეთ ვის მიმართოთ თუ ჩვენი უფლებები იგובה და მეორე ბიზნესმა ვიცოდეთ რა უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ბაზარს და ასე customer based პრინციპი ასე ვთქვათ ხო? აქედან გამომდინარე რამდენად 2024 წელი რამდენად იყო ერთგვარი მომწიფებამდე შეიძლება ჯერ პლუს მინუს ბევრი გვიკლია, მაგრამ რამდენად იყო ერთგვარი წყალგამყოფიც, რომ აი მომხმარებლებმა დაიწყეს მომართვა, იმიტომ რომ თქვენი დეპარტამენტების სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან გადაცემებში და ძალიან საინტერესო кейსებიც მოიყვანეს. აქედან გამომდინარე, აი, რამდენად იყო განვლილი წელი, თუნდაც აი ერთგვარი წყალგამყოფიც ამ ყველაფერისთვის. მოდი ვთქვათ, რომ პირველი მართლაც იყო ბიზნესის მხრიდან, ხო? ახალი რეგულაციის შემოტანა ყოველთვის იწვევს გარკვეულ დისკუსიას, თუმცა მე ვფიქრობ, კანონმდებლობა პირველი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან დაბალანსებული, საქმის წარმოების პროცესში თუ მომხმარებელს პრეტენზია უჩნდება, საქმის პროცესშივე არის შესაძლებელი, რომ საკითხი მოგვარდეს, არ მივიდეს დარღვევამდე და პრობლემა ამოიწუროს. ანუ იმის თქმა უნდა, რომ ბიზნესმა ძალიან მოინდომოს, რომ დარღვევამდე და ჯარიმამდე მივიდეს. ამას მოწმობს თუნდაც გამოწერილი ჯარიმები, რომელიც 2024-ში სულ რაღაც 50,000 ლარის ფარგლებში იყო და ძირითადად მცირე მეწარმეები არიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ მოდიან, ესე ვთქვათ, შეთანხმებაზე. მეორე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რაღაც 2 სრული წელი გავიდა, რაც ჩვენი მანდატი სადაც ვრცელდება იქ კანონმდებლობის აღსრულებას ვახორციელებთ და 2024 წელს 23-თან შედარებით მომართვენობა არის გაორმაგებული. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი უფრო მეტმა იცის საკუთარ უფლებების შესახებ და უფრო მეტი მოგმართავს ამასთან დაკავშირებით და იანვრის წინასწარი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ შარშადან იანვართან შედარებით ბევრად მეტი განცხადება შემოსული. ამას განაპირობებს ისიც, რომ 2024-ში ჩვენ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც სტანდარტის დაწესებას უკავშირდებოდა სხვადასხვა სფეროში, მაგალითად იგივე თუნდაც ფასის მითითების სტანდარტი, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ჩვეულებრივ პირობებში, მენიუებში განსაკუთრებით, რაც ხშირია ბოლო პერიოდში, ინფორმირების სტანდარტი, რაც თუ იცვლება პირობები, რომ ეს ძალიან ცხადად უნდა იყოს მომხმარებლისთვის წარდგენილი, იგივე თუნდაც სოციალში ფასის მითითება, გულისხმობაა მაგალითად პირადში მოგწერ საკითხები, ამასთან ზუსტად ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ასევე უკავშირდებოდა delivery service-ის დროს ქართულენოვანი კურიერების პრობლემას, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ რამდენად თან ჩვენ გვიყურებს ბევრს გქონია პრობლემა, რომ რაღაც პროდუქტს ვიძახებთ და ზოგჯერ აი ინგლისურადაც კიჭირს კომუნიკაცია. ხო, ნუ შემთხვევა გქონია. არა თუ ქართულ ენაზე, ამიტომ ჩვენ ახლა
პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია და ეხლა ვმუშაობთ ესეთი ტიპის კომპანიებთან, რომ როგორი ტიპის გადაწყვეტილება იყოს მათ მიერ შემოთავაზებული, რომ მე როგორც მომხმარებელს არ მქონდეს პრობლემა კომუნიკაციაში მომტანთან, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ესეთ საკითხები საკმაოდ ბევრია და ვფიქრობ, რომ გარემო ბევრად უფრო გარანტირებული და დაცულია დღეს მომხმარებელისთვის, ძალიან ბევრმა იცის, რომ თუ რაღაც პრობლემა ჩნდება და ვერ თანხდება მოვაჭრესთან, რომ უნდა მოგმართოს და იმასაც ვიტყვი, რომ ეხლა რატმე ციფრები გითხარით, რომ აი შარშან იყო მაგალითად 900-ზე მეტი განაცხადი ჩვენს მიერ განხილული, ეს მხოლოდ ის სტატისტიკა, რომელიც საქმის წარმოების დაწყებას უკავშირდება, თუმცა საქმის წარმოების დაწყებამდეც ხშირად გვარდება საკითხი, როდესაც ჩვენ პირველ კომუნიკაციას ვახორციელებთ მოვაჭრესთან, ისინი მზად არიან, რომ თანხა დააბრუნონ, ან ნივთი დააბრუნონ, ან აღადგინონ უფლება და ამით საქმის წარმოების დაწყებამდე თემა არის. ამიტომ ესაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელმა ექსიკეთე უკვე საკუთარ თავზე ნახა და დარწმუნებული ვარ, რომ კანონმდებლობა მოკლედ მუშაობს კარგად, ამის თქმა მინდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა მომხმარებელთან ვიყოთ ძალიან ახლოს. მე მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელსაც ძალიან ბევრ ჩვენს სხვადასხვა მნიშვნელოვან ფორმატებში გადავიკვეთებით და ვისაუბრებთ იმ ძალიან როლი ძალიან დიდია, მადლობას გიხდით, იმიტომ რომ აი ინფორმირების საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ლექვინაძეს საინტერესო საუბრისთვის. ახლა გავდივართ უკვე რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით უკვე ჩვენი ენერგეტიკული რუბრიკით, ასე რომ დარჩით ჩვენთან, მალე ვართ პირდაპირ ეთერში.